იღუმენი ნიკონი, სიმდაბლე, წერილი მე-11. თქვენგან უკვე 2 წერილი მივიღე, მაგრამ პასუხის გაცემა აქამდე ვერ მოვახერხე. რა უნდა ვქნათ ყველამ ვიცით, მაგრამ არ ვაკეთებთ. ხან იმიტომ, რომ ძალა არ შეგვწევს, ხან კიდევ რაიმე სხვა მიზეზით. არ ვიცი, მალე შევძლებ თუ არა მივწერო ვერა ნიკოლაევნას. გადაეცით მას ჩემგან მოკითხვა, კურთხევა და სურვილი, რომ სხეული საკვების უგუნური თავშეკავებით არ მოაძლუროს, არამედ განამტკიცოს, რათა შინაგანი ღვაწლის აღსრულება შესძლოს. არსებობს უგუნური თავშეკავება უმეცრებისგან, სიჯიუტისაგან და ამპარტავნებისაგანაც კი, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს ამისგან. როგორ არის მისი ძმა, დეკანოზი ვსევოლოდ შპილერი. ვერა ნიკოლაევნა მას ახალ საბჭოთა პირობებში სწორი, ფრთხილი, მოგცევის რამდენიმე კარგი გაკვეთილი უნდა ჩაუდაროს. გამოცდილი ადამიანებისთვის ბევრი რამ თავისთავად ცხადია, ახალგაზრდას და გამოუცდელს კი ანბანური ჭეშმარიტებებიც უნდა აუხსნა. მართლა იცით, რომ დედა ტატიანას ტუჩზე სიმსივნე ჰქონდა. შემოდგომაზე სიმსივნე მოჰკვეთეს, მაგრამ ის კვლავ გაიზარდა. ერთ-ერთმა მონაზონმა ურჩია, გახეხილი სტაფილო დაედო ხოლმე, რასაც ის ასრულებდა კიდეც. შედეგი ასეთია, სიმსივნე დაცხრა და პატარა ნაიარევი დარჩა. როგორ მოგწონთ ეს თქვენ მედიკოსს? ციებ-ცხელებას ნუ დაემორჩილებით. თქვენი ძალისავე აკეთეთ საქმე და ყოველივე ღვთის ნებას მიანდეთ. უფალს უფრო მეტად უყვარვართ, ვიდრე ჩვენ გვიყვარს საკუთარი თავი და უკეთესად იცის, რა არის ჩვენთვის სასარგებლო. მე უკვე ყველაზე უცნაური ამბებიც აღარ მიგვირს. კაცის დაცემას და ბოროტების მიკრობებს ყველაფერი შეუძლიათ. ეშმაკის ბადეებს ვერავინ დაუსხლდება. მდაბალთა გარდა, სიმდაბლის მოსაპოვებლად უშვებს სწორედ უფალი ყველაზე უხეშ და საწაგელ ბადეებში მოხვედრას მათთვის, ვინც სხვაგვარად ამას ვერ შეძლებდა. სიმდაბლის გარეშე კი შეუძლებელია სულიერ ცხოვრებაში წარმატება და შესაძლოა ცხონებაც. შემინდეთ, უფალი შეგეწიოთ. მომწერეთ, ოღონდ ჩემგან წერილებს ნუ დაელოდებით. 1950 წლის 8 მარტი.